სოფლიო სამედიცინო საზოგადოება და არა მხოლოდ ის შეძრა BBC-ს ფარულმა გამოძიებამ პაკისტანის ქალაქ ტაუნსას სახელმწიფო საავადმყოფოში, სადაც კატასტროფული დარღვევები გამოვლინდა. ვიდეო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამედიცინო პერსონალი ბავშვების სამკურნალოდ ერთი და იგივე შპრიცებს მრავალჯერადად იყენებდა, რამაც რეგიონში HIV ინფექციის მასშტაბური აფეთქება გამოიწვია. BBC-ის მიერ მოპოვებული 32 საათიანი ფარული ჩანაწერი უსაფრთხოების პროტოკოლების სისტემურ დარღვევებს ასახავს. სამედიცინო პერსონალი ერთსა და იმავე შპრიცებს და სამედიცინო ინსტრუმენტებს სხვადასხვა პაციენტებზე იყენებდა, რაც ინფექციის გადაცემის პირდაპირ წყარო, რადგან ვირუსი შპრიცის კორპუსში ნემსის გამოსვლის შემდეგადაც რჩება. კადრებში ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფაც ჩანს. პერსონალი ინექციებს ხალხმანების გარეშე აკეთებდა ნემსის სამუშაო მაგიდებზე ტოვებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 წლის ნოემბრიდან 25 წლის ოქტომბრამდე ტაუნსაში HIV ინფექცია 331 ბავშვს დაუდგინდა. ამ კვირაში გაცხადა, რომ გენური რედაქტირების ტექნოლოგია ლაბორატორიებიდან კლინიკური კვლევების ეტაპზე გადადის. აქამდე მედიცინა ეფუძნებოდა დაავადების მართვას და არა მათი ძირეული მიზეზების აღმოფხვას. გენური რედაქტირების ტექნოლოგია ამ მიდგომას ძირეულად ცვლის. CRISPR თერაპია 21 საუკუნის სამეცნიერო მიღწევაა და მედიცინის განვითარების გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენს. CRISPR ბუნებრივი მექანიზმია და ის პირველად ბაქტერიებში აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ჯენიფერ დოუდმა და ემანუელ კარპეტიერმა დაადგინეს, რომ ეს მექანიზმი სხვა ცოცხალ არსებებშიც გამოიყენებინათ გენების რედაქტირებისთვის. მისი მოქმედების საფუძველში დგას სპეციალური ცილა, რომელიც პოულობს DNM-ის კონკრეტულ დაზიანებულ მონაკვეთს და ზუსტად იმ ადგილას ჭრის მას, შედეგად შეუსაძლებელია დაზიანებული გენის გამორთვა, მისი შეკეთება ან შეცვლა სწორი ვერსიით. ტრადიციული მედიკამენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სიმპტომებზე მოქმედებს და ხშირად მუდმივ გამოყენებას საჭიროებს, CRISPR თერაპია შეუძლია გენეტიკური ცვლილებების შეტანა და დაავადების სამუდამოდ აღმოფხვრა. CRISPR თერაპიის სერიოზული გამოწვევა ახლავს, რის გამოც მას დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებდნენ მხოლოდ ლაბორატორიულ და ცხოველურ კვლევებში. ამ ფონზე თერაპიის კლინიკურ კვლევებში გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია და ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს და მზად არის, რომ ადამიანებზე შემოწმდეს. 26 წელს დაიწყო რამდენიმე ასეთი კვლევა, განსაკუთრებით მძიმე გენეტიკური დაავადებების, მათ შორის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მიმართულებით. და ბოლოს, უნდა ვთქვათ, რომ სამედიცინო ინოვაციების დიდი ნაწილი კლინიკური კვლევების პროცესში ვერ აღწევს საბოლოო წარმატებას. ჯერ კიდევ საჭიროა გრძელვადიანი კვლევები, რათა დადგინეს, რამდენად სტაბილურია გენური ცვლილებები და რა გავლენა შეიძლება ქონდეს მათ მომავალში. ასევე რჩება ეთიკური კითხვები, განსაკუთრებით მას შორის საუბარია გენეტიკურ ცვლილებებზე, რომლებიც შეიძლება მომავალ თაობას გადაეცეს.